მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო DIY. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ჩვენ მოვხვდით ახალ სამყაროში. დავარსებობთ მასში. აღი გამოიწერე, დალაიქე, არა, სულ პატარა ასეთი ხილაკია ქვემო. მედი მაშინ ჩქარა, დალაიქე, მაშინ დავიწყოთ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ უსასრულო დროის ტერარიუმი. და რატომ უსასრულო დროის მიხედვით, ამას მოგვიანებით გაიგებთ. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება ჩვეულებრივი ნატურა, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. სანამ ტერარიუმის შექმნას დავიწყებდით, ასევე ჩვენ დაგვჭირდება ყელტუჩა, რომლის მეშვეობიდან ჩვენ ნატურის ზედა შავ იზოლაციას ფრთხილად ამოვიძახთ. შემდგომში ჩვენ დაგვჭირდება ბრტყელი სახრახლისი, რის მეშვეობიდან ისევე ფრთხილად ამოვიღებთ შიდა კონსტრუქციას. გთხოვთ დაიცავით სიკვდილი თუშის ნამტვრევებისაგან. სანამ ტერარიუმის შექმნას გავაგრძელებდით, მანამდე დავასუფთავოთ მაგიდა ნამტვრევებისგან. ჩვენ ხელთ დარჩა გასუფთავებული ორიგინალური ფორმის სუფთა ნატურა. დღეში მე ვიპოვე ასეთი ფორმის ლოდი. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი ფორმის ლოდი. თერმოწებოს მეშვეობით მასზე დავატანოთ 4 წერტილი, რომელსაც სადგომად გამოვიყენებთ. ასევე ეს დაიცავს ავეჯს ნაჩხაბნებისაგან. ერთ მხარეს დავატანოთ თერმოწებოს საკმაო რაოდენობა, რომელზეც დავაწებებ ნატურას შემდეგი ფორმით. ვფიქრობ, ძალიან ორიგინალური ფორმით გამოგვივიდა. ჩვენ გამოგვივიდა ასე. თქვენ შემთხვევაში ეს შესაძლებელია სხვანაირად. ტერარიუმის შესავსებად მე გავემგზავრე ახლო ტყეში. ჩვენ დაგვჭირდება ჩვეულებრივი მიწა, ნარევი ბალახი. გამოვიყოლეთ ცოტათი ხის ნათალი და შესაძლებელია კიდევ სხვა საინტერესო მცენარეების გამოყოლება. ქაღალდის მეშვეობით ჩვენ უნდა დავამზადოთ ასეთი ფორმის რამე. კონუსური ფორმის ქაღალდის მეშვეობით ჩავყაროთ მცირე ზომის ტერჯები. შემდგომში ჩავყაროთ ყვითელი ქვიშა, რომელიც არც ისე რთულად იშოვება. მცირე ჯოხის მეშვეობით გადავასწოროთ ნიადაგს. ასეთი პინცეტის დახმარებით შევავსოთ და გავალამაზოთ ჩვენი ტერარიუმი. შეგიძლიათ გაალამაზოთ ტერარიუმი ისე, როგორც თქვენ მოგეწონებათ. ჩვენ შემთხვევაში პროფესიონალური დიზაინერ მხატვარი აკონტროლებდა სამუშაოს. შემდგომში ასეთი შპრიცის მეშვეობით ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი წყალი. ხელის მეშვეობით გავაკეთოთ ორიგინალური თავსახური, რომელსაც თერმოწებოთი გავამაგრებთ. თუ თხილი არ გვაქვს, შეგიძლიათ მცირე ხის ნათალი გამოიყენოთ. საბოლოოდ ჩვენ გამოგვივიდა ძალიან ორიგინალური ფორმის ტერარიუმი. ჩვენი ტერარიუმის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ის გერმეტიულად დახურულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მასში ცხოვრება და მცენარეების განვითარება არ შეწყდება. შიგნით გაჩნდება მიკროკლიმატური სამყარო. საინტერესოა ის, რომ მიკროკლიმატის არსებობისას წყალი წარმოქმნის ხარჯს. როგორც ხედავთ, მინა ოდნავ დასველებულია. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ტერარიუმი როგორც პატარა პლანეტა ისე იარსებებს, სადაც ვიღაცები ვერ გადარჩებიან, ვიღაცები კი პირიქით განვითარდებიან და გააგრძელებენ თავის სიცოცხლეს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს. ვფიქრობ, მათ ძალიან დაინტერესებს. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ტერარიუმში მცენარეების სიცოცხლეზე. და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი ახალი ვიდეოების